მოგესალმებით კალბატონებო და ბატონებო. დღეს 14 იანვარია და ჩვენს კლუბში სტუმრად არის გუნდი ვენი ვიდი ვიცი. ნახოთ გაამართლებენ თუ არა თავის სახელს. მოაზროვნეები ბატონი მირზა ხიჯაკაძის მეთაურობით. მიეგებეთ მეზღვაური და მოაზროვნე, როგორც სხვა ყველა მოთამაშე ამ კლუბში, ირაკლი შარაშიძე. ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტი ნიკოლოზ ჯიბლაძე. იურისტი ნიკა ირველაშვილი. მეორე იურისტი დავით ბათაძე. ასევე მეორე მეზღვაური ზაზა დიმიტრაძე და გუნდის კაპიტანი ისტორიკოსი ყველასათვის საყვარელი ბატონი მირზა ხიჯაკაძე. ბატონო მირზა, როგორია განსხვავება გუნდში თამაშის დაწყებამდე? შესანიშნავი. გამარჯვების მზადებით. ემზადებით თუ მზად ხართ? ვარ. აი, გავაგონეთ, რომ დავიწყოთ. მზად არიან ბატონებო, მზად არიან და ეს ჩვენ ძალიან მიხარია, მაშინ დავაჭირავთ გრიალა და ნახოთ პირველი რა მოვა. მანამდე კი დაიწყეთ ბატონო ირაკლი, გისმენთ, შეგიძლიათ იმ კვიზ კამების შესახებ ჩვენი რუბრიკა განაგრძოთ და გააკრიტიკოთ. თამაშებიდან განმეორდები და ვიტყვი რომ არ გამომიყენებია და არც ვაპირებ სიუჟეტებად გამოვიყენო. ეს ძალიან კარგი ამბავია ბატონო ირაკლი, თქვენთვისაც და ვინძლო იმ სკამების დამცველისთვისაც. თქვენსავით არავინ არ გამოიყენებს, იქნებ ოდესმე აიღონ კიდეც. კარგი, ნახოთ რა ამბოვიდა და დავსვათ პირველი შეკითხვა. პირველი შეკითხვა არის მუნკი. ბატონო ზაზა, იცნობ თუ არა მუნკის შემოქმედებას? შორიდან. ძალიან კარგი. ეტრფით თუ არა შორიდან? თუ მხოლოდ ცნობით შემოიფარგლებით? ცნობით. კარგი. მაშინ მოისმინეთ პირველი შეკითხვა. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში იქსი ნახატებსა და ფოტოსურათებში ითვლებოდა რადიკალურ ნაბიჯად. მარკ ტვენი საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნავდა ფოტოგრაფია არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და არაფერია იმაზე უფრო დამამცირებელი შთამომავლობისთვის, როგორც სულელური არაფრის მომტანი იქსი, დაფიქსირებული ფოტოსურათზე სამუდამოდ. მაგრამ კითხვის ავტორის აზრით, მარკ ტვენი ვერასდროს გაბედავდა იგივე ეთქვა ფოტოგრაფიის ნაცვლად ფერწერაზე, რადგან ეს პოზიცია რენესანსის უდიდესი წარმომადგენლების გაკრიტიკებას ნიშნავდა. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ ეს იქსი დრო. ნახატის ავტორის როძრა? ხო, ანუ ფოტოგრაფიასაც დაგირაღება ხო იმართებია. ანუ ფოტოგრაფს ამახინჯებდა ფოტოსურათს და ნახატებზე კიდე ყველასთან მოხერხდა და ის შეიძლება ის უნივერსიტეტი ის შეიძლება იყოს სურათზე თავი. ხო რა, თარიღი ფოტოსურათზე არაფერს მოსამართლებელი შეიძლება იყოს და და ფოტოზე შეიძლება თვალები იყოს. ხო, მაგრამ არაფერს მოსამართლებელი შეიძლება. არა, ეგ просто ისე დეტალი აქვს. დროზე ადრე გავთ უკვე პასუხი, როგორც მივხვდი, მაშინ გისმენთ, ვინ პასუხებს? ნიკა პირველაშვილი პასუხობს. ბატონო ნიკა, გისმენთ.
ჩვენი აზრით ეს იყო ხელმოწერა. რატო? თუ შეგიძლიათ ლოგიკა რო ვიხსნათ, დარბაზსაც მგონი აინტერესებს. რა ვიცი, ამ ადამიანის აზრით ეთქვა ამახინჯებდა ეს ხელმოწერა ფოტოგრაფიას და სხვა მხრივ ნახატებზე კიდე ხშირად თითქმის ყველა მხატვარი აწევს ხოლმე თავის ხელს, ან დიდი მხატვრები და ამიტომ მათ გაკრიტიკებას გამოიწვევდა და იმიტომ ამბობს რომ თქვენი ვერ გაბედავდა ისინი რომ გაიგრიტიკებინო. ხო შეიძლება არსებობდეს მაგალითად დიდი ფოტოგრაფები და იმათი ხელმოწერაც ასევე რთული გასაკრიტიკებელი იყოს, ისევე როგორც რენესანსის მხატვრები მაგალითად. რომ ვისაუბროთ. კი, მაგრამ ან ფოტოგრაფია ისეთ რამეა, რასაც გადაიგებ, მე ამ ხელმოწერას ამატებ რა ხელოვნურად თითქოს და ხატვის დროს ის ხელმოწერაც თითქოს იმ ნახატის ნაწილი შეიძლება იყოს. ბატონო, შეიძლება ეს ხელმოწერა იყოს ხელწერაც, ეს ორი გაიგივდეს. მესმის თქვენი ვერსია, გასაგებია, ლოგიკა საინტერესოა, თუმცა მოისმინეთ სწორი პასუხი. ბატონო მირზა, რატომღაც იჩქარეთ? მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო ვერსია, ჩემი აზრით, ბატონი წამყვანის აზრით, ისეთი არ არის, რომ დროზე ადრე გაგეცათ პასუხი. მეგობრებო, ყველას გინახავთ ფოტოალბომები, განსაკუთრებით როდესაც სტუმრად მივდივართ ხოლმე, ვინმე ახალგაზრდობთან, ადრე უფრო იყო ეს. რა გინახავთ ყველაზე სულელური, როდესაც ადამიანები ჩამწკრივებული დგანან და ფოტო აქვს გადაღებული. არაფერი გაგონდებათ? ასე მარკ ტვენი ამბობდა ღიმილის შესახებ და ის ვერაზროს იყო და ფერწერაზე ამას, იმიტომ რომ მონა ლიზას ღიმილი ეს არის უდიდესი მოვლენა ფერწერულ სამყაროში. ასარანია, თუმცა არაფერი საგანგაშო, რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ ერთი დროია წამყვანის სასწრაფოდ, იქნებ ეს გამოდგეს ასე ვთქვათ, ცივი წყალი გუნდისთვის. დავატრიალოთ ბზრიალა, მანამდე კი ბატონო ირაკლი ვკითხოთ, ბატონო ირაკლი, თქვენთან შემოვიდა ეს შეკითხვა, ქინძმარში ძმრისაა თუ ქინძის? ჩემი აზრით, ჩემი მოგზალებული აზრით, თავიდან ორი ძე იყო და ალბათ კვადრატში გავიდა, მოხდა რაღაც ცვლილებები და ორივე სიყვარული და თუ ორივე იყო ერთნაირი ხომ უნდა გაებათილებინა დეკორატი და არცები დარჩენილი იყო, მაგალითად ქიმბარი ყოფილიყო, ასეთი ფორმა მიგვეღო. თუმცა ეს უკვე უტოპიაა, ალბათ ბატონო ირაკლი, დაგეთახვებით. საინტერესო მშენებლობა იყო ფილოლოგიური. შეუძლია გავაჩეროთ რეალა და ნახოთ არის ჩვენი მეორე შეკითხვა. შემდეგი შეკითხვა მოვიდა ვან გოგი. თქვენს მოთმინებას აღარ გამოვწდი და პირდაპირ გადავიდეთ შეკითხვაზე, რომელიც სხვა შორის ძალიან მოკლეა. და ძალიან საინტერესო. ინგლისში ღამის კლუბებში, უფრო კონკრეტულად ღამის კლუბების საპირფარე შოებში დამონტაჟებულია სპეციალური ნათურები, რომლებიც ანათებს მხოლოდ ლურჯად. ყურადღება, კითხვა. ერთი წუთის შემდეგ განმიმარტეთ, რატომ არის ასეთი ნათურები დაყენებული დრო. ვადამდელი პასუხი ბატონო წამყვან. ეს უკვე საინტერესოა. გისმენთ? ნიკოლო ჯიბლაძე უპასუხებს. გისმენთ ბატონო ნიკოლოს? ლურჯი ნათება, იმიტომ დამონტაჟებული, რომ საპირფარე რეჟიმში ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდეს ვენის აღმოჩენა სხეულზე და არ გაიგეთოს ნემსი ნარკოტიკი. და იმის სახის ნარკოტიკი. კარგი იქნებოდა წამყვანთა უძველესი მეთოდის გამოყენება დროის გასაწევად, თუმცა ეს აქ არაფერში გჭირდება, რადგან ანგარიში არის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ასე ვთქვათ, რევანში იყო გულაში ძალიან საინტერესო. ბატონო ნიკა, საიდან ყოფნით ამ ინფორმაციას, რომელიც ძალიან გამოგადგათ ასე დღეს თამაში. ინტერნეტი ფაქტია, რომ ლურჯი ნათება სუშლის ისე ლურჯვენას ძალიან საინტერესო. ანგარიში ერთ-ერთი ვფიქრობთ, რომ საინტერესო თამაში იქნება. დავატრიალოთ სრიალად და ნახოთ რა მოხდება შემდეგ. ბატონო ნიკა, რახან თქვენ გაეცით სწორი პასუხი, თქვენ შეიძლება რატომაც არა დაიყოთ ამ კითხვის ადრესატი. ასეთი კითხვა არის შემოსული, რას ფიქრობთ დიდი აფეთქების მასშტაბების გავლენებზე დედამიწის მოსახლეობის მიგრაციის კონტექსტში შევიწროებულ ურბანიზაციაზე? საინტერესო კითხვა.
პასუხი? პასუხი საინტერესო რას ფიქრობთ ხოჯობა შეგვეცვალა იფიქრია თუ არა? ოდესმე. ჩემი აზრით სწორადაც მოიქეთ. გავაჩეროთ ტრიალავ ნახოთ რა ამოვიდა. შემდეგი შეკითხვა ჰიროსმა. რა თქმა უნდა, ყველასათვის საყვარელი. მოიმზადეთ. მესამე შეკითხვა. 1504 წლის 8 სექტემბერს მიქელანჯელოს თემატიკა გრძელდება. 1504 წლის 8 სექტემბერს მიქელანჯელოს შედევრი დავითი წარუდგინეს ფლორენციის საზოგადოებას. პიაცა დელა სინიორაზე. ადგილის სახელწოდება გეცოდინებათ. ყველა მიცით, როგორც გამოიყურება ვიზუალურად ეს ქანდაკება. დაახლოებით 9 საუკუნის შემდეგ ამ მოედანზე დავითის ძეგლის მოპირდაპირე კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ნამუშევარი გამოჩნდა. დავითისგან განსხვავებით, ის ბერძენია და პირდაპირ უყურებს დავითს. უпростоრად უჩვენებს იმას, რაც უჭირავს მარცხენა ხელში. იმედი მაქვს, შეკითხვა გაიაზრეთ. ხაკი მოისმინეთ თავარი კითხვა. რა უჭირავს მარცხენა ხელში მეორე ქანდაკებას დრო? შურდულისთვის იმას მოაწყობს კითხვა. იმაზე ამ აუჭიროს თავის აუჭიროს თავის აი 1504 სექტემბერი არა შეიძლება ეჭიროს 1554 წელს რამე გახსენდება? დავითს ხო საუკუნის შემდეგ რამე ხომ არ შეიქმნა რა ისეთი რომ ეს ბერძენია რაღაცა და პირდაპირ უყურებდა თან ბერძნულთან მიქელანჯელოსთან უნდა იყოს რა მიქელანჯელოსთან შეიძლება დრო ამოიწურა ბატონო მირზა, ვინ უპასუხებს? კითხვას უპასუხებს ბატონ დავით. ბატონო დავით, გისმენთ. ბატონო წამყვანო, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იმ მოპირდაპირედ ქანდაკებას, ასე ვთქვათ, შეიძლება ხელში ეჭიროს ქნარი. აქ ჩვენთვის არ ქონდა მნიშვნელობა ეს ბერძენი ვინ შეიძლება იყოს, ვერ გავხსენოთ უბრალოდ. მაგრამ რატომ უნდა აჩვენებდეს, ვთქვათ, ქნარს დავითს? რა იდეა შეიძლება იყოს ამაში? ქნარი ბერძნულ მითოლოგიაში ბევრგან ფიგურირებს, ასე ვთქვათ, და აგრეთვე ბიბლიაშიც, როგორც მახსოვს და გვახსოვს, თვითონ მეფე დავითს, ანუ ეხერხებოდა ქნარზე დაგურავდა. საინტერესო ვერსიაა, სხვათა შორის, თუ ეს ვერსია სიმართლე იქნებოდა, რა ვიცი, მე ჩავთვლიდი, რომ აი დავითის წინ მდგარი ქანდაკების პერსონაჟი კონკურენციას უწევს, ასე ვთქვათ, ბრძოლას უცხადებს ამ ხელოვნების ამ დარგში დავითს. თუმცა, სწორი პასუხი ჟღერს სრულიად სხვანაირად. მოისმენთ სწორი პასუხი. ბატონო მირზა, რა მდგომარეობაშია დავითი, როგორც ქანდაკება? ის არის, რა თქმა უნდა, ქვისგან ჩამოსხმული. რა შეიძლება აჩვენო ადამიანს, რომ ის დაამსგავსო ქვისგან ჩამოსხმულს ბერძნული მითოლოგიიდან მედუზა მოპირდაპირე მხარეს დადგეს თეზევსის ძეგლი და მას ხელში დააჭერინეს მედუზა გორგონას თავი და ის უშვებს მედუზა გორგონას თავს დავის თითქოს ამან გააყვავა დავითი. ძალიან რთული, მაგრამ ლამაზი შეკითხვა ვფიქრობ და მათ შორის ჩემი აზრით მაინც აგებადი. თუმცა ალბათ დრო არ იყო გულს სათანადო დასამუშავებლად. ბატონო მირზა, ხო ობიექტურად შეაფასოთ, რა სიტყვით ამ შეკითხვაზე?
შესანიშნავი კითხვა იყო. საფაროა ვერ აღიდგეთ. ფანტასტიკური კითხვა. დიდი მადლობა. კარგი, დავატრიალოთ შეკითხვა. ისა. დავატრიალოთ ცოდვა. ხვითკი რა. დავატრიალოთ. რამე დავატრიალოთ ნებისმიერი. რასტრიალეთ. და მანამდე ვკითხოთ ბატონ ნიკა პირველაშვილს. ასეთი კითხვა შემოვიდა, რომ მარველის რომელი გმირი იქნებოდით? აინტერესებს მარველის სამყაროს მოყვარულებს. თუ უყურებთ ხოლმე მარველის ფილმებს? აი, კინის კაცია რა, იქნებოდი. რატომ? არა, კინის კაცი. კარგი, მაშინ შევცვალოთ, მარველის რომელი გმირი არ იქნებოდით? კინის კაცი ხომ არა? ბრავო, არაჩვეულებრივი. იცი გამოვიდა. ნახოთ, რა არის შემდეგი შეკითხვა? პატრონ მირზა, მგონი საინტერესო კითხვები დარჩა სათაურების მიხედვით, მაგიდას რა შეუძლია სწორი პასუხების. კი ბატონო. შემდეგი შეკითხვა ამოვიდა ბუონაროდ. ვიწყებ შეკითხვის დასმას, ხოლმე შეიწეროთ. 1941 წელს ინჟინერი ჯონ ჰოპსი სამხედრო საზღვაო ფლოტის დავალებით ჰიპოთერმიის სფეროში ატარებდა კვლევებს. მის წინაშე იდგა ასეთი ამოცანა. დიდი ხნის განმავლობაში ყინვაში ყოფი ადამიანის რაც შეიძლება სწრაფად გათბობა. ეს იყო მისი მთავარი ამოცანა. ეს უნდა შეეძლო როგორმე. ამისთვის ჰოპსი მაღალსიხშირიან რადიოტალღებს იყენებდა და შემთხვევით აღმოაჩინა ის, რასაც მაგალითად კრისტიან ერიქსენი უნდა უმადლოდეს უამრავ ადამიანთაგან. ყურადღება კითხვა. დაასახელეთ ის დრო რას უნდა უმადლოდეს ან რა გამოიგონა ადამიანს. დრო ამოიწურა ბატონო მირზა ვინ უპასუხებს? კითხვის პასუხებს ნიკა. ბატონო ნიკა უკვე მეორედ შედგა ჩვენი კონტაქტი. პირველად თქვენ სასარგებლოდ ნახოთ მეორედ იგივე თუ იქნება. ეს იქნებოდა დეფიბრილატორი, რადგან კრისტიან ერიქსენის შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე გული გაუჩნდა პირველი თამაშის დროს და გული აუმუშავეს და ეს სიხშირეებზეა ეს დეფიბრილატორი და სწორედ ეს სწორი პასუხია ბატონო ნიკა. შეგვიძლია შეინახოთ ეს ენერგია, რომელიც თქვენ ასე ამოგადგათ. უკვე მეორე სწორი პასუხის და გულის მომტანი გუნდისთვის. ბატონო მირზა, მშვენიერი ტრანსფერია, წლის სკაუტი ვის უნდა გადასცეთ სეზონის ბოლოს? წლის სკაუტი ალბათ რომელმაც ნიკა ჭიბლაძე ვენ გუჩი გვახვედრა. კარგი, ინკოგნიტო დავტოვოთ სკაუტის სახელით არის. შეგვიძლია დავატრიალოთ ზრია. ბატონო კაპიტანო, რა იცით ყველაზე
სახალისო სახელის მქონე სოფელი საქართველოში. საქართველოში ცოტა ხმამა. ზუბზუ ქედაში არის. სოფელი ბზუბზუ. ნამდვილად სახალისო, უბრალოდ ჭვანა. ჭვანა რატომაც არა. თუმცა მე ბზუბზუ რომ ახალისებს. ძალიან სახალისო. ესე როგორც დაბზუ გურიაში მაგალითად. ძალიან კარგია. ჩვენ ვიცით ასევე სუჯუნა სოფელი, ჩვენს ინტელექტ კლუბში ცნობილი გაუწყინარი. და ასე შემდეგ. ძალიან კარგია, როდესაც სოფლებს აქვს ესეთი სახალისო სახელები. გავაჩეროთ რეალა სოფელში. და ვნახოთ თუ გამოგვადგება შემდეგი კურსი მოსაყობლად სოფლების წოდნა. და შავი ყუთი სტუდიაში. ბატონო ირაკლი, რამდენჯერ აგიღიათ შავი ყუთის ქულა? შავი ყუთის ქულა არც ერთჯერ, მაგრამ შავი ყუთი აჩვენეთ ბატონო მირზა. ბატონო მირზა მიმითითეთ გულჩი ადამიანისკენ, ვისაც ყველაზე მეტი შავი ყურის პასუხი აქვს აღებული. ბატონო ირაკლი. კარგით, მაშინ ბატონო ირაკლი თქვენ მოგმართავთ ამ შეკითხვით, თუმცა თემა უნდა მოისმინოს და იპასუხოს კითხულობ შეკითხვას. დღეისათვის X-ი Y-ის გარეშე არ წარმოგვიდგენია. Y ჭკვიანია, თუმცა უთხვი. მას ილუზიის და რეალობის გარჩევაც კი შეუძლია. ამბობენ, არსებობს თქმულება, რომ დინოზავრებიც კი გაანადგურა. თუმცა მისი ნებით ეს არ მომხდარა, რადგან ის ყოველთვის სამართლიანობისკენაა. ის ლაზარეს ეფექტსაც ფლობს და შეუძლია სურვილისამებრ იმოქმედოს კიდეც. მას ფორმის ცვლილების უნარიც აქვს, თუმცა მსგავს არსებად ვერ გადაიქცევა. კოლგადაც გადაქცეულა, ვიცით ასეთი? გვინახავს კომეტის სახით, არის წყალქვეშა ყინულიც, თუმცა ურჩევნია თავისი თავი იყოს. რეალურად კი ის ლეგენდების ნაწილია და სინამდვილეში არ არსებობს. ჩვენ შავ ყუთში გვიდევს მისი ერთგვარი ასლი. საკმაოდ გრძელი შეკითხვა იყო, თუმცა ვფიქრობ არაჩახლართულია და მოკლე და ბევრი ცენტრი აქვს და მინიშნება. ახლა კი უბრალოდ მითხარით. რა დევს შავ ყუთში დრო? პირველად ვფიქრობდი წყალს, იმიტომ რომ წყალი ყინული და ლაზარეს ეფექტიც რა აქვს. დინოზავრები გაანადგურა. დინოზავრები ანუ მეტეორის ჩამოყალიბება. ხო, ანუ წყალი არა, ანუ ყინულის იმით გაანადგურა სახით. წყალს შეუძლია გაარჩიოს სპორტი. აი არ არის კომენტატორის როგორი. არ არის როგორი რაღაცა არის. მითოლოგიაში საერთოდ მითოლოგიაში სიზმარს ფორმები ცხოვრები ნიშნებული ხოლმე შეიძლება გადაიქცეს რომ რაღაცა ისე კომენტარი გაქვს რაღაცა ფორმის ლაზარეს ეფექტს კლუბს და ანუ ასევე ქოლგასაც ქოლგა უბელის შემთხვევაში ხო არ შეიძლება ქოლგა გადაიქცეს უბელად და ქოლგა რა ვიცი შეიძლება შეიძლება უბელი იყო მთელ დედამიწაზე გარშემო და მაგის გამოგადაშენა და ზისლები აღარ ეცემდნენ დრო ამოიწურა ბატონო მირზა. ბატონო მირზა, დრო ამოიწურა. გთხოვთ აირჩიოთ მოპასუხე. ვინ მიპასუხებს? კითხვას უწევს ბატონის სასწავლო. კიდევ ერთხელ თუ შეიძლება ახლა მითხარით. კითხვას უწევს ბატონის სასწავლო. ბატონო ზაზა მე გეტყვით რომ სწორი ვერსია არ გაჟღერებულა. შეიძლება ამის უფლება არ მქონდა, მაგრამ ასე მინდა. იმიტომ რომ რაღაც მომენტში ალბათ თქვენს ხარეს ვარ კიდეც
თუ გნებავთ გაგიმეორებთ შეკითხვას. საკმაოდ გრძელი შეკითხვა იმისთვის, რომ მოიფიქროთ ვერსია და უპასუხოთ. გაგნებავთ? დღეისათვის x-ი y-ის გარეშე არ წარმოგვიდგენია. y-ი ჭკვიანია, თუ y-ი დევს შავ ხუთში რეალურად. y-ი ჭკვიანია, თუმცა უთყვი. მას ილუზიის და რეალობის გარჩევაც კი შეუძლია. ამბობენ არსებობს ასეთი თქმულება, დინოზავრებიც კი გაანადგურა, თუმცა არა თავისი ნებით, რადგან ის ყოველთვის სამართლიანობის კენაა. ის ლაზარეს ეფექტსაც ფლობს, ამ შეუძლია გაცოცხლდეს განადგურების შემდეგ და შეუძლია სურვილისამებრ იმოქმედოს კიდეც. მას ფორმის, ან დამოუკიდებელი ნებაც გააჩნია. მას ფორმის ცვლილებაც შეუძლია, თუმცა მსგავს არსებად ვერ გადაიქცევა. ქოლგადაც გვინახავს, ქოლგის სახითაც. გვინახავს ასევე კომეტის სახით. არის წყალქვეშა ყინულიც, თუმცა ურჩევნია თავისი თავი იყოს. რეალურად კი ის ლეგენდების ნაწილია და სინამდვილეში არ არსებობს. ჩვენ შავ ხუთში მისი ერთგვარი ასლი გვიდევს. მიპასუხეთ, რა დევს შავ ხუთში? კარგი, მაშინ შეკითხვას არ გაგიმეორებთ, გონი არ გჭირდება, ხო? ჩაფუჩი ხო არა ჩაფუჩის გამო თორი ჩაფუჩის გარეშე ჩაფუჩი ჭკვიანია, თორი ჩაფუჩი ჭკვიანია. კიდე ხო არსებობს თორი ჩაფუჩი რაღაცა. ჩაფუჩი ჩაფუჩი შეიძლება იყოს აზბურჩი. კანი მაგრამ უთყვი ხოლმე შეიძლება. ჩაფუჩი მგონია კაი ვერსია. სამართლიანი სიმართლეს მხარეს რჩება. თორი ჩაფუჩი კარგად დრო გამოიწურა ბატონო მირზა. ისმენ, ვინ უპასუხებს? ბატონო მირზა, დრო გამოიწურა. ბატონო ზაყონა ამჯერად თუ იყო სწორი ვერსია. ამას უკვე ვეღარ გეტყვი. ბევრი დახმარება დავუმეორე. ბატონი ნიკოლოზი მოსახებს ისე. გისმენთ ბატონო ნიკოლოზი? ჩვენი აზრით ჩაფუჩი უნდა იყოს ჩაფუჩი. ჩაფუჩი ან ელვა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩაფუჩი და ჩაფუჩი, რომლითაც გულსმას ვაჭედებ ხოლმე. ეს შეიძლება. ჩვეულებრივი უბრალო ჩაფუჩი. უბრალო ჩაფუჩი, რომელიც შეიძლება იყოს თორის მიონლირთან აგუსია გავლებული. ბატონო ნიკა, თორს ჩაფუჩი არ აქვს. მიონლირია ურო ჩაფუჩი. კარგი, ჩაფუჩი თუ ურო. ანუ მე ვცდილობ რომ გამოვყო ორი, არ გაძლევთ თქვენ გამოსtildeები მოთამაშე ჩანხართ აშკარად და ვცდილობთ ორი ვერსია გააერთიანოთ, მაგრამ მეც გამოსtildeებს წავყავდი არ მოგწდი ამ შემთხვევაში და აბას ამის უფლებას არ მოგწდი. რაც შევიდა რომ მივიჩნიოთ მიონლირის ალუზიას, იქნება ჩაფუჩი თუ ურო. ანუ თორის ურო. ხო. მიონლირი თუ შტორმბრეიკერი? მიონლირი. ამოიღეთ და არ ესრობოთ ნიკა ჯიბლაძეს ის რა ჩაფუჩი დღეს ეს არის თორის ჩაფუჩი. ბრავო, არაჩვეულებრივი გულა. მოგიწია გამორისუნთოთ მეგობრებო, აძაბული მსჯელობის შემდეგ. ანგარიში 3-2 თქვენ სასარგებლო. კი ბატონო. ეს კარგია, როცა ანგარიში გავხსნება, ესე იგი თამაში ძალიან დაძაბული და საინტერესოა. ახლა კი დავატრიალოთ ზრიალა და მანამდე ბატონო ნიკა ვის წინააღმდეგ გამოიყენებდით თორის ჩაფუჩის ამის საშუალება რომ გქონდეთ? აი ბატონი წაყვანი ფინალზე. დიდი მადლობა ბატონო ნიკა. შეიძლება ეს ვარი კომპლიმენტიც კი იყოს.
თუმცა მე ვიცი ვინ ჩაგაწვეთათ ეს ვერსია და იმას მოვთხოვთ პასუხს აუცილებლად. კარგი, ნახოთ რა მოვიდა შემდეგი შეკითხვა. ფაებრივი შეგრძნება ეწოვა იმას, პატრონ მირზა, ვისაც თქვენ დატოვებთ სუპერბლიცზე. ითხარით სახელი. ვირის თამაში და ნიკოლოზ უბაძე, ჩვენი ის პატრონ ნიკოლოზ, მზად ხართ? მოიპოვოთ მზადობ. ერთი ქულა სამ შეკითხვაზე პასუხით. ჩვენი ბლიცის თემა ეხება საქართველოს ერთ-ერთ კუთხეს, მთიან რეგიონს. ხევსურეთი არის ჩვენი დღევანდელი თემა. ავტორის უსაყვარლესი. გაქვთ თუ არა რაიმე ცოდნა ამ კუთხის კულტურასთან, ლიტერატურასთან ასე შემდეგებთან დაკავშირებით? ახლოა, მაგრამ რაღაც. ძალიან კარგი. მაშინ მოისმინეთ პირველი შეკითხვა. ყველას მოგვეხსენება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის არაადეკვატური საჯარო გამოსვლები ინტერნეტ სივრცეში. და პრობლემის გამოირჩევა, ასე ვთქვათ, ნაკლებად ლოგიკური თეზისებით და არგუმენტმოკლებული საუბრით. რასაც ხშირად ადამიანების გაღიზიანება ან გამხიარულება მოხვება ხოლმე. და ეს ყველაფერი მისი პოსტების კომენტარებში აისახება. ერთ ასეთ არაადეკვატურ გამოსვლაზე რამზან კადიროვს ერთმა უბრალო მოქალაქემ, ქართველმა, რომლის გვარსაც მე შეგნებულად არ დავასახებ, დაწერა ასეთი კომენტარი. მე ახლა წავიკითხავ ამ ერთ წინარაგებას. გამოვტოვებ ორ სიტყვას და თქვენ უნდა შეავსოთ მე ის ორი სიტყვა. ციტირებ. რამზან, გაუფრთხილდი შენს X, რადგან მე უკვე ვფიქრობ, რომ ის ძალიან მოუხდებოდა ჩემს Y-ს მუცოში დრო. უნდა დავასახელო X-ი და Y. დიახ, X-ი და Y. დრო ამოიწურა. გისმენთ პატრონი. X ეს იქნებოდა მარჯვენა მკლავი და Y კი შეიძლება იყოს კოშკი და რაზეც ეს მარჯვენა უნდა დაკიდებული იყო, ჩამოკიდებული იყო. მიღებულია. ძალიან საინტერესო ვერსია ასე შორის. ახლა მოისმინეთ სწორი პასუხი, მთლიან ციტატას დავიკითხავ. ეს ადამიანი იყო გვარად, ну რადგან თქვით შეკითხვაში რომ გვარსაც არ დავასახელებ, შეთეკაური, ხევსური და ასეთი რამ დაწერა. რამზან გაუფრთხილდი შენს მარჯვენა ხელს, რადგან მე უკვე ვფიქრობ, რომ ის ძალიან მოუხდებოდა ჩემს ციხე-კარს მუცოში. ბრავო, პირველი შეკითხვა აღებულია. შემიძლია გამოვაჩინოთ ვიზუალური ეფექტისთვის ეს კომენტარი, ასე გამოიყურებოდა. ინგლისურად გადაამისამართა პატრონი რამზანი. ახლა კი მოისმინეთ ბლიცის მეორე შეკითხვა. ინტერნეტ სივრცეში, ეს უნდა გამოჩნდეს. ერთ ქართულ ლიტერატურულ Facebook გვერდზე, სადაც ხშირად კეთდება გასართობი მიმები, დევს ასეთი ფოტო, რომელსაც აწერია ციტატა კონკრეტული ნაწარმოების კონკრეტული სცენიდან. შეკითხვა დაასახელეთ კონკრეტული ნაწარმოების კონკრეტული სცენა, დრო. ვარანობს ვიტყვი, ისმენთ. იქნება ხევისფერი გორჩა და სცენა იქნება, როცა ხევისფერი გორჩა კლავს საკუთარ შვილს. პატრონ ნიკა, მე გთხოვთ რომ ბაზანდელი არ აიღოთ. არა, მაინც ვიღებ. ეს არასწორი პასუხია. ფოტოზე ჰანიბალ ლექტერი სვამს ნასვამი აქვს რამდენიმე წამის წინ ადამიანის სისხლი. ის კანიბალია, კრავთა დომილიდან ვიცნობ ჩვენ ამ პერსონაჟს.
ხოლო ალუდა ქეთელაური, როდესაც თავის სიზმარს ყვება დედასთან და დასთან ომის სიძულვილით გაჟღენთილი ნახულობს ასეთ სიზმარს, სადაც აღარ წავიკითხავ მთელ ციტატას, ყვება თითქოს ადამიანის ხორცს ჭამდა და სისხლს სვამდა. დასანანია, მაგრამ არა უშავს. ბატონო ნიკა, არაჩვეულებრივად დაიწყეთ და მეგონა რომ მეორეც ვადამდელზე უკვე აღებული ქონდა. გასიტყვით სუპერბლიცზე, როგორ შეკითხვები იყო? საინტერესო შეკითხვები იყო ნამდვილად. ხომ არ თვითონ ლოგიკური დუალი შეიძლებოდა ყოფილიყო. და მე არ გეთანხმებით, იმიტომ რომ ხელისმერ გოჩაში უბრალოდ მკვლელობაა, ხოლო უბრალოდ მკვლელობა კი ძალიან მეორე ნაწარმოებშია. ხო? ამიტომაც აქ უნდა ყოფილიყო რაღაც უფრო ახლოს და უფრო კონკრეტული კავშირი ნაწარმოებსა და ფილმის შორის. კარგი, დავატრიალოთ ზრიალა. ანგარიში თამაშისთვის ეს ყველაფერი კარგია. ბატონი ნიკა ისევ უდაოდ რჩება. ძალიან ძლიერ მოთამაშეთ. და აპლოდისმენტები საჭიროა. ხო, მოგესალმებით ჩვენს ჩემპიონატში სუპერბლიცზე არაერთხელ მოვიდა, თუმცა ვერავინ შეძლო მისი მოგება სამყარის წინააღმდეგ, მათ შორის გაგიკვირდება და ვერც მე. კარგი. ნახოთ რა მოვიდა შემდეგი კითხვა, მე შეგახსენებთ ანგარიშს არის 3-3. იმედია სწორად ვამბობ ამ შემთხვევაში. ხოლო მე-7 კითხვა, ეს არის ბლიცი. ასევე ფოტომასალა, რომელიც უნდა გამოვიტანოთ ეკრანებზე. ბატონო ბირზა, როგორ შევდით ამ ფორტუნის ესეთ მოქმედებას, ჯერ სუპერბლიცი, შემდეგ ბლიცი, ასეთ ვით. შესანიშნავია შევეცდებით რომ იცი ავიღოთ. ძალიან კარგი, მობილისტით, სანამ ჩვენ ორგანიზებას გავუკეთებთ ამ ყველაფერს. კარგი. მოკლედ. ბლიცი არის ასე. მე შემოგთავაზებთ რიგრიგობით ვესტმინსტერის სააბატოს საფლავებს, საფლავის ქვებს, თუ შეიძლება ითქვას. თქვენ მარტივად უნდა მითხრათ, ვისი საფლავია. ყველაფერი გასაგებია. მაშინ დავიწყოთ საფლავის ქვა, ნომერი პირველი. გაუშვათ. ეს უნდა იყოს ის რა ქვია. ის ინვალიდი რო იყო. ბატონო ბერზა, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. თუ ხმამაღალი ვიქნებით, ეგეც ძალიან კარგი იქნება. ბაშორს მოგიწოდეთ, რომ უფრო ხმამაღლა იმჟოთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ყველაფერსაც კარგია, მე გავიგებ, სწორი ვერსია იყო თუ არა, არ გამომეპარება. აი, თქვენს საზიანოთ არ მოხდება რაიმე გაუთვალისებელი შემთხვევა, მაგალითად, გაიჟღეროს ვერ გავიგო და გითხრათ, რომ არ ყოფილა სწორი ვერსია. კარგით. თქვათ, ვისი საფლავია? ბატონი დავით უყოს. ისმენ ბატონო დავით. არის სტივენ ჰოუკინგი, იმიტომ რომ წლების წერია და მე მგონი სწორად მახსოვს, ანუ დიდი აფეთქების თეორიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია ბატონი სტივენი. კი ბატონო, აღმოჩენის თეორიის შემუშავების კი ბატონო. საფლავის ქვაზე თუ არ ვცდები, რადგან მე არ ვარ შეიტყვის ავტორი, გამოსახული არის შავი ხვრელი. ხოლო შავი ხვრელი პირველი ასევე გამომეორებ თუ სწორად მახსოვს, აღმოაჩინა სტივენ ჰოკინგმა. ეს სწორი პასუხია. ნიშნეთ და მოემზადეთ მეორე შეკითხვისთვის. გაასახელეთ ეს ადამიანი ვისი საფლავის ქვაა გამოტანილი ფოტოზე. რომ ის იქნება თუ ცხოველის ყველა თავს ვაჭდა. ჰენრი მერვე, შექსპირი ხო ციგნები რა შუაში.
წიგნები არა ასია ახლა სიელება კაცოლების ბევრი ცოლი ყავდა ძალიან და თითქოს ყველას თავი. ანუ ის რაღაც უცელი რო მაგია სია ალბათ ცოლები არა პაპის ის რო ეგ იყო მეგონი ჰენრი მერვე იყო ეგეც ჰენრი მერვე დრო გამოიწურა პატრონ მირზა ვინ უპასუხებს ანგარიში არის სამი ცამი ხო სწორად მახსოვს პატრონ მირზა სამი ცამი ანგარიში ამიტომ მე შემიძლია გითხრა სწორი ვერსია იყო ერთადერთი ვერსია პატრონ შორის არ ხონდა ხუმრობა ჩაფიქრებული გონი თქვენს უკეთესი იქნება უკეთ დაფიქრდეთ კარგი თქვენ პასუხობს პატრონ მირზა ვინ იპასუხებს ნუ გამოვცდით მაყურებლის მოთმინებას ბატონო დავით გისმენთ ჩემი აზრით ეს უნდა იყოს უილიამ შექსპირი რატომ მეორე ვერსია რა უყავთ ჰენრი მერვე ჯერ ერთი ქანდაკება ცოტა ამჟამად ისეთი არაპროპორციული ადამიანი იყო რომ ბოლოს გადაადგილდებოდა სპეციალური რაღაც შავარძლითო და თან აქ წიგნები და რაღაც ხელნაწერები არის ამოდიფრული რა ასე ვთქვათ მიღებულია გასაგებია ბატონო მირზა რატომ ჩათვალა ნახევარმა გუნდმა და უფრო მეტმაც რომ ეს წიგნები იყო რატომღაც სიები და ხელნაწერები ეს წიგნებია და ეს ადამიანი არის უილიამ შექსპირი რა თქმა უნდა ეს სწორი პასუხია ვაგი მოემზადეთ ბოლო მესამე შეკითხვისთვის კი ბატონო ოდნავ დავაახლოვოთ და იყოს ვაჩვენოთ გუნდს დაასახელოთ რომელი ადამიანის საფლავის ქვა არის ეს პრო ცოტა მოახლოვ გავადი ნახლავე ბავშვი ხალი გიზი მომისმის ის ხო არ არის ჩარჯმოს ალიან ხალს ორი ანგელოზი აბე გეტყვით რომ ეს მოძრაობა ფოტოსი არამედ მიიჩნევა არ ყოფილა რომ არ დაგაბრიოთ ამან ეს რენდომ პრინციპით რა მოძრაობა რომ მაიოსენ ჩემ ფოტო დაგენახეთ კომენტას რაღაცა არის საჭირო არა რიჩარდ მესამე ვიდო ორი თვითონ ხო იორგებიდან ყველა ლანგასტერი ორი ბავშვი ხო დაუერში გამოვიდა ისაფები არ რიჩარდ მესამე დრო ამოიწურა ბატონო მირზა ვინ უპასუხებს ბატონო ნიკა უპასუხებს ბატონო ნიკა გისმენთ ვესტმინსტერში დაკრძალული რომელი ადამიანი არის გამოსაცნობი ამ საფლავის ქვის პრინცესა დაიანა თქვენ ფიქრობთ რომ დაკრძალული ადამიანი ასე ზედა ნაწილში გამოსახეს ამ ქანდაკების შეიძლება კითხვა არ შეცვალო პასუხი რომ შეცვალო შეიძლება ჯერჯერობით ისევ შეიძლება გისმენთ მაშინ მითხარით რა ვერსია მივიღო ბატონო მირზა ჯობია ვინც დაიწყო იმან დაამთავროს ალბათ ამ პრინციპს მიყვება ბატონო მირზა ვინ მიპასუხებს მოდი ბატონო მირზა ჯელობის წუთი დამთავრდა 20 წამი უფრო სწორად ახლა უნდა მიპასუხოთ ფიქრობთ რომ ადმირალი დასწორია უბრალოდ
კარგი, მიღებულია პასუხი. დასანანია. პირველ რიგში თქვენ უნდა გეფიქრათ, ალბათ, იმ ინგლისელ ადამიანებზე, რომლებიც ასევე ძალიან დიდნი არიან, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ისინი დაკრძალეს ვესტმინსტერის სააბატოში. დედამიწა, წამოწოლილი. ვინ აღმოაჩინა წამოწოლილმა დედამიწის შესახებ რაღაც დიდი. ეს დიდი არის გრავიტაცია, მეგობრებო და ეს ადამიანი არის ისააკ ნიუტონი, რომელიც რატომღაც გვეგონა რომ გუნდს თითქმის გამოსწორებული ჰქონდა, მაგრამ მაინც სხვა ვერსია არჩია. სახელი დაგვარი არ დაფიქსირებულა, თუმცა მსჯელობაში იკვეთებოდა. ანგარიში 4-3. ალბათ ბოროტსამყარებს ეს მომენტი გაუხარდებოდა. მე არ მიხარებ. დავატრიალოთ თვითკინა. ბატონ მირზას მოუწოდებთ გაამხნეოს გუნდი და არა მარტო ბატონ მირზას. კარგი, ნახოთ რა მოვიდა. რადგან ჩვენი თვითკინა თავისი დარჩერდება. ჯერჯერობით. ეს წინადება ყოველთვის თავდება სიტყვით ჯერჯერობით. რადგან ჩვენ შემდეგი სეზონები გვაქვს და მეორე შავი ყუთი სტუდიაში. შეეცადეთ რომ ინტუიციური კავშირი დაამყაროთ იმასთან რაც შავ ყუთში დევს. ოკეი. ისინი თავად შეკითხვა. ამ ბიუთის გამოგონება შოტლანდიელ მეცნიერს ჯეიმს დიურარს უკავშირდება. მან დაამზადა ორშრიანი კოლბა. კოლბებს შორის არსებული ჰაერი ამოტუმბა და თავი დაუვიწროვა. რათა ნივთიერების აორთქლების პროცესი შეენელებინა. 1904 წელს გამოცხადა კონკურსი, რომელზეც მიუნხენში მცხოვრების მიერ გაგზავნილი პასუხი მოიწონეს. ეს ნივთი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, დევს შავ ყუთში. ბატონო მირზა, ვადამდელი პასუხი ხომ არ გაქვს. მაშინ ერთი წუთის მერე მითხარით რა დევს შავ ყუთში, რომ ანუ ნივთიერება ხო პროცესი გამოხდას გაუცემელი ალკოჰოლის. ხო ან ალკოჰოლთან არის კავშირი. ხო ან მიუხედავად ნიშნება არის შოტლანდიის ჯამე ის კოჩი ის ამაჩი ახე გეჩნდა შეიძლება არ მოხდარიყო ბოთლის რაღაცა ის აი ის კი შეიძლება იყოს ძველია, მაგრამ შოტლანდიური შეიძლება ან რამე კონკრეტული ხილის ან რამის შეკითხვა შეიძლება იყოს. მაგრამ გამოგონება რატო იქნება? რაღაც ალკოჰოლს კავშირში. ან გააგზავნა და პასუხი მიიღო დადასტურებული. რაღაცა ფაქტია, ხო? დრო ამოიწურა ბატონო მირზა. შეგახსენებთ რომ გაქვს დახმარებაც. დაბას დახმარებას გამოიწვია. და კითხვა. კარგი. კითხვა გამიმეოროთ? რომელზეც საუბრობდნენ. თუმცა ეს ჩემს მინიშნებად ან ანტიმინიშნებად არ მიიღოს. ეს უწყინარი ხუმრობა მხოლოდ გამოცლილი. კარგი, დრო ჩაირთო, იმჯელეთ. ხო, დაუჭერეთ.
იმას ყოველთვის ახლა დაიმახსოვრე. ბატონო წავყავდი ატმოსფერული ნების გისმენთ ბატონო მითხრა რა ადამიანს რა გითხარი სახარი მაქვს მესიერი გამოვიდანებ გისმენთ ბატონო მირზა კაპიტანთან საუბრის საშუალებით თუ მომცემს გუნდი და დარბაზსაც ხო ბატონო წავყავდი. მისი თუ ამოიწურა პასუხებს კითხვას. ვინ უპასუხებს კიდევ ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი. გუთის გის წევრი ნახდები. მიპასუხე დახმარების გამოდებ ხელს ჩავეჭიდებით ასე რომ ვთქვათ და ვისი დახმარების ბატონო ირაკლი ქალბატონ კესოს ბატონო ირაკლი სწორად გავიგე ანუ თქვენ 6 მოაზროვნე წუთის განმავლობაში გჯელობდით სწორი ვერსიაც არ ქონიათ არც ის ვერსია რომელიც ქალბატონმა კესომ თქვა და ახლა მეუბნებით ვერსიას რომელიც ქალბატონმა კესომ შემოგთავაზა რომელიც შევახსენებ მაყურებელს რომ მე-9 კლასშია არ გისმენთ მეტად მიხარია რომ ასეთი მოლთაობა. სავარაუდოდ მასწავლებლები თავს ძალიან კარგი სავარაუდოდ ჩვენი საერთო პასუხი არის თერმოსი ხოთ ქალბატონი კესო გამოაჩინოთ კადრში ქალბატონო კესო ეს სწორი პასუხია ამოვიდეთ და ცოტათი გასწავლეთ კესოს ძალიან იქნება ისეთი და ამჯერად ვერაჩუქებს მოვალში საფლაქსი და მოხდება ბრავო კარგი ქალბატონ კესოსთან თურმე სერვის გადაღება სურს პოპულარობის გამო შეუძლია მოასწროს სანამ ჩვენ დავატრიალებთ ზრიალას და ამოვა ჩვენი შემდეგი შეკითხვა მანამდე კი ბატონო დავით თქვენთან არ გადმოსულვართ უახლოები ამ ფორმატში თქვენთანაც შემოვიდა ერთი ძალიან საინტერესო შეკითხვა სხვა შორის რომელ მომღერალს უჩვენებდით მედუზა გორგონას თავს მაშინ როდესაც ის სცენაზე მღერის მოწყლებს თუ გარდას ვინც გნებავთ ბატონო დავით ჯეიმს ჯონსის რატომ ჩემი საყვარელი ერთ-ერთი მომღერალია გამორჩეულად დიდი დაბადის საინტერესო ვერსია სხვა შორის კარგი ნახოთ რა ამოვიდა ან ამოვა შემდეგი კითხვა არის მოდილიანი მოემზადეთ და მოისმინეთ შემდეგი შეკითხვა ოსკარ უაილდის აზრით ანგარიშს შეგახსენებთ 4-ით 4 პრე არის ოსკარ უაილდის აზრით, როდესაც ადამიანები შეცდომას უშვებენ, ამ დაშვებულ შეცდომებს ამ სიტყვას უწოდებენ. არ ახალია, რომ ადამიანებს არ სურთ და არ ქვან ყველაფერს თავისი სახელი და ზოგჯერ შეიძლება უფრო რომანტიული და ევფემისტური სახელიც მოუგონონ ამა თუ იმ მოვლენას შედარებით იმასთან, ვიდრე ის რეალურად არის. ყურადღება, კითხვა. დამისახელეთ ეს სიტყვა, რას უწოდებენ ადამიანები დაშვებულ შეცდომებს, ოსკარ უაილდის აზრით დრო. ანუ რაღაცა შეცდომები არის, ხო, ალბათ გამოსხილება. საქართველოს ეროვნულ ჯანდაბას ეყოლება. შეცდომას უშვებენ და რაღაცა რომანტიკურ, არომანტიკურ. ანუ არომანტიურობენ, ანუ გამოცდილება მივიღეთ შაბასა და ხო, შეცდომას უშვებენ და ამას უწოდებენ შეცდომას სწავლობენ, რაღაცა მასალა ისწავლონ. ეს ხო უფრო რომანტიკული იყოს რაღაცა გამოცდილება სპორტში. ხო, შეცდომა გამოსწორებასთან უფრო კავშირშია. სხვა
მაინც და ბოლო ჯამში გამოსდი. რომანტიკულები საბავშვო დებიო რაღაცა კარგად წამოვა და რაღაცა დებითი მიიღო ნამდვილად. დრო ამოიწურა ბატონო მირზა. ბატონო მირზა, დრო ამოიწურა პასუხი. უპასუხოთ მითხარით რომ უპასუხებს. უპასუხებს ნიკა. ნიკა თოსურად გავიგე უპასუხი. გისმენთ? შეიძლება შეკითხო რა გამიგე. კი ბატონო. ოსკარ უაილდის აზრით, როდესაც ადამიანები შეცდომას უშვებენ, ამ დაშვებულ შეცდომებს ამ სიტყვას უწოდებენ. არ ახალია, რომ ადამიანებს არ სურთ დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი. ზოგჯერ შეიძლება უფრო რომანტიული და ევფემისტური სახელიც გამოუგონონ ხოლმე ამა თუ იმ მოვლენას. იმის გათვალისწინებით, რომ სწორმა ვერსიამ გაიჟღერა, თოთ იპასუხოთ. გამისახილეთ ეს სიტყვა, რას უწოდებენ ადამიანები დაშვებულ შეცდომებს. ამ ყველაფერს გათვალისწინებით, რაც კითხვაში. საჩევი გვაქვს გამოცდილებას და გამოუცდელობას შორის. მაგრამ გამოცდილებას უპასუხოთ. გამოცდილებას. არა და მეორე ვერსია საინტერესო იყო, მაგრამ სწორი პასუხი არის გამოცდილება. როდესაც ადამიანები შეცდომას უშვებენ, არ სურთ გამოუხდნენ საკუთარ თავს და ამბობენ გამოცდილება მივიღე, სინამდვილეში კი ისინი უბრალოდ არასწორად მოიქცნენ, ეს ოსკარ უაილდის აზრით. თუმცა რა ვიცი, იქნებ დავეთანხმოდით. ბატონო ზაზა, ეთანხმებით რომ არა ოსკარ უაილდს. რატომ რომ აიგეთ შეკითხვა, იმიტომ ხომ არა? დიახ, ხაბარი მათ შორის ზაზა. ძალიან საინტერესო. კარგი, დავატრიალოთ რეალა. აი ოსკარ უაილდი ქართული ბატონო ირაკლი, თქვენ გადაცემის დასაწყისში მთხოვდით, რომ მომეცა საშუალება დამირეკლამებინა ჩვენი YouTube არხი. გისმენთ და არეკლამეთ, გაძლევთ ამის საშუალებას. ჯოარდობა გამოიწერეთ ჯიოთიმი უყუროთ და დაგვირიოთ. აი გამოიწერეთ და ლაიქეთ და კომენტარეთ და ხელი გააკეთეთ და იქ გამოვიტანთ იმ აი აქ გამოჩნდება გამოწერის ლაიკი და subscribe. და რაც მთავარია გააზიარეთ Facebook-ში, სოციალურ ქსელებში, რომ რაც უფრო მეტი ხალხი ნახავს, უფრო კეთილი ჩვენთვის და თქვენთვის. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, სხვათა შორის. მადლობთ, რომ გაგვანაცეთ. კარგი. ისმინეთ შეკითხვა დალი, სალვადორ დალი. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებში გლახის ამბობი აღწერილია შევარდნის წვრთნის პირველი ეტაპი. როცა შევარდენი ახალმოთვინიერებულია და სხვერპლზე დასაგეშად ააფრენენ. ამ დროს მას ფეხზე გამოგმული აქვს თოკი, ხოლო ფრთებზე დამაგრებული აქვს ეჟვნები. თოკის მეორე ბოლო ბაზიერს უჭირავს, ის აკონტროლებს და მარტივი გამოსაცნობია მისი დანიშნულება. თუმცა ის მიზეზი, რის გამოც ეჟვნებს უკეთებენ, თქვენ უნდა გამისახელოთ. კითხვა: რატომ უკეთებენ შევარდნებს ფრთაზე ეჟვნებს დრო? სევარების გამო შეიძლება. ხო, რა რომ მაგრამ თოკი უკეთია და ხოიც ხო ადვილად გარღვევენ სადა. შაღლები ისამოს სევარი რომ ადვილად მიიღება. იმიტომ რომ ხო, რა, ცოტა უფრო რო გაწვავს. სხვაც რომ გაიგებს იმ ეჟვნის ხმას, გაფრინდება. არა, მაქსიმუმ კი არა. ხო მაგას ხო იყენებდნენ ამ ადვილად რომ გამოერეკა ტყიდან მაგალითად. ხო, ანუ აფრინის ამ მედიაცია დამხობისა. იმიტომ რომ წევრებს იყენებენ უშვებენ, ყეფას რო იწყებენ ამ ნადირი გარკვევას. მაგრამ ეს თან მისიკურად ამოდის ადგილიდან. იქ იმის ამ პირველ ეტაპზე შევარდენი ზოგადად როგორც ხო, მაგრამ ანუ ერთი უფრო ამ ადვილად მოძრაობს, ამ უფრო ეს ხარტია. მაგრამ წუთის ეტაპია როგორც თომარია ამ ბაზიერა ანუ წუთის დროს ანუ ეს იქნება თობის გამოგონებადაც იყო ხო, ანუ
აი წევრებსაც დევნებდნენ თუ ის გამო. პასუხი რა გქონდა? დრო ამოიწურა ბატონო მირზა. გისმენთ? ვინ უპასუხებს? სწორი ვერსია გაიგე რა ბატონო წამოწამდა. ზუსტად სწორი ვერსიისთვის ყური არ მომიკრავს, თუმცა პასუხი ისეთია, არა ასე ვთქვათ, სიტყვიანი მოჭრილად. შეიძლება რაღაც მიახლოებულები იყოს, თუმცა ზუსტად სწორ პასუხს არ გაუშქენებთ. სიტყვა-სიტყვა. ну ამდენადაც მე გავიგე ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ თქვენ ჩემი თქმა არ გაითვალისწინეთ და მაინც ჯუან გჯეროდით ბატონო მირზა სამწუხაროდ. შევეცდები უპასუხო ბატონო წამყვან. ის დავფიქსირეთ სწორი ვერსია. შეგიძლიათ გახდეთ თამაშის გმირი. ჩემი აზრით ეჟნებს იმიტომ უმაგრებდნენ რომ წევარი მიჩვეული იყო მის ხმას და გაყოლოდა ნადირობის დროს. მიღებულია თქვენი ვერსია, რომელიც ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. მე ვერ ყვებით ამ სფეროში და არ ვიცი რამდენად ლოგიკური და რეალური შეიძლება იყოს ასეთი მიდგომა. თუმცა მოისმინეთ სწორი პასუხი. შევარდენი და ნებისმიერი გარეული მტაცებელი ინველი, რომელსაც ყველაზე დიდი ინსტინქტი რა აქვს ბატონო მირზა, თქვენ დამეხმარეთ დაწყებული არწივით, ხედველო არწივის პარე. ყველაზე დიდი ინსტინქტი ეს არის თავისუფლების ინსტინქტი. პასუხი კი ჟღერს ასე, თუ შევარდენი საკუთარი ფრთის ხმას გაიგებს, მას თავისუფლების ინსტინქტი ეღვიძება და ის სრულიად დაუმორჩილებელი ხდება და წამსვე ავიწყდება, რაც მას აქამდე ასწავლეს და მიაჩვიეს, ამიტომ მან საკუთარი ფრთის ხმა არ უნდა გაიგოს. ანგარიში 5-5 ვფიქრობ ასევე რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო შეკითხვა. არ მინდა შესვენა. ზრიალას არ ვატრიალებთ და დარბაზს ხო სრული სიჩუმე იყოს დარბაზში, რადგან გადამწყვეტი გულაა, ანგარიში არის 5-5. გამომდინარე იქედან რომ ჩვენ ფინალს განსხვავებულად ვატარებთ და არ არის გადამწყვეტი რა ანგარიში გაიმარჯვებს გუნდი, ამიტომაც არ გვაქვს ეგრეთ წოდებული ეს ხო გადამწყვეტი რაუნდი, რომლის მიხედვითაც აღების შემთხვევაში 6-5 გარდაიქმნება 6-0. გულად. ამიტომაც მოისმინეთ ბოლო შეკითხვა და გავამხნევოთ ერთხელ კიდევ. აი, მოიგზადეთ მოისმინეთ ბოლო შეკითხვა. კითხულობ ციტატას. თუ შესანიშნავდა ულამაზეს ქალბატონს ბინძურ და უხეშ საზოგადოებაში შევხვდები, ხელს მოვკიდებ და წესიერი, ლამაზი, დალაგებული საზოგადოებისკენ წამოვიყვან, განა ეს ცუდი საქციელი იქნება? ამბობდა ალექსანდრე დიუმა. იგივე მოვლენის შესახებ ნაპოლეონ ბონაპარტე აღნიშნავდა, მე ვიყენებ მის დიდებას, ვინც ამის ღირსი არ არის, ვინც არ იცის, როგორ გამოიყენოს ის. მესამე ციტატაც გვაქვს უილიამ შექსპირის, მოკლე, მე ვიღებ ჩემს წილს, სადაც ვპოულობ. იმედი მაქვს შეკითხვა გაიაზრეთ. ახლა კი მოისმინეთ თავარი შეკითხვა. რა მოვლენის შესახებ საუბრობდნენ ასე ეს ადამიანები დრო? ამის რომ თუ რაღაცა ამას ქალბატონს უხეში კაკისკენ წამოვიყვანო, ამ კაი იქნება ისო, თუ მე ვიყენებ მას მის დიდებას ნაპოლეონი ამბობს და შექსპირა მოსულ მე ვიღებ მის წილს, სადაც პოულობ. ნაპოლეონის შესახებ. ნაპოლეონი ამბობს რომ მე ვიყენებ მის დიდებას, ვინც ამის ღირსი არ არის, რა რაღაცა მსგავს ამბობს. შეიძლება იყოს ანუ
ხო რაღაცა ენერგიასთან ხო არ შეიძლება იყოს კავშირში რომ უხეში და რაღაცა ნაპოლეონის რამე დაიგენი ხო რომ გადაქმნილი თელი რევოლუციები არა მასე მოხდა იქნება შეცვალა რომ მე ვიხებ ჩემს წინს რაღაც პოულობ რა ხოდა ბოლო 150 წლის განმავლობაში მოხდა და რაღაცა მოვლენა რელიგიის შეცვალა რაღაცა აი 1850-დან დღემდე დრო ამოიწურა ბატონო მირზა ბატონო მირზა დრო ამოიწურა ვინ უპასუხებს სწორი ვერსია ჩემამდე არ მოსულა სიმართლე მაშინ რომ დაირჩიოთ ხევანდელი თამაშის გმირობის კანდიდატი ასე ვთქვათ გავამხნევოთ ბატონი დავითი მე გავუმეორებ შეკითხვას და ვინძო ამ დროში ვიფიქროს სწორი პასუხი კითხულობ ციტატას კაი თუ შესანიშნავ და ულამაზეს ქალბატონს ბინძურ და უხეშ საზოგადოებაში შევხვდები ხელს მოუკიდებ და წესიერი ლამაზი დაალაგებული საზოგადოებისკენ წამოვიყვან განა ეს ცუდი საქციელი იქნება ამბობდა ალექსანდრე დიუმა იგივე მოვლენის შესახებ ნაპოლეონ ბონაპარტე აღნიშნავდა მე ვიყენებ მის დიდებას ვინც ამის ღირსი არ არის ვინც არ იცის როგორ უნდა გამოიყენოს ის სხვა შორის ნაკლებად მწერლური ნათქვამია დარჩენი ორისგან განსხვავებით და ბოლოს უილიამ შექსპირი კი ასე ითხოვდა ამის შესახებ ამბობდა უპასუხოდ მე ვიღებ ჩემს წილს სადაც პოულობ მითხარით რა მოვლენის შესახებ საუბრობდნენ ისინი შეიძლება ყოფილიყო მაგალითად ოქტომბრის რევოლუცია რატო? ბატონო მირზა ვერსიის შესვლა ხომ არ გნებავთ? არა, შეგდობით თქვენს მოთამაშეს ეს კარგია არო საბოლოოდ ვარს მეუნებით ვერსიის შესვლაზე კარგით, მაშინ მოისმინეთ სწორი ვერსია სწორი პასუხი ბატონო დავით ჩემი დამატებითი მიიჩნევა თუ გაიგეთ ბოლო გამეორებისას შეკითხვის ბოლო გამეორებისას წერლურია ვერსია ხო ნაპოლეონ ბონაპარტეს აზრი ნაკლებად წერლური იყო და ფორმაც ეს ერთგვარი მიიჩნევა იყო იმაზე რომ უფრო მწერლების საქმე იყო ეს ყველაფერი ხომ არ შეიძლება უფრო გამარტივდეს ასე როცა მწერლები საუბრობენ იმ მოვლენაზე რომ სხვისგან იღებენ რაღაც ლამას და საკუთარ ნაწარმოებებში ათავსებენ და ამით იმართლებდნენ თავს რომ ისინი ის ნაწარმოებები თუ ნაწერები თუ ასე შემდეგ საიდანაც ამ ყველაფერს იღებდნენ არ იყო იმის ღირსი რომ ასეთი მარგალიტები მათში ყოფილიყო ხოლო თვითონ მათი ნაწარმოებები პირიქით არ ვიცი არაჩვეულებრივი თამაში იყო ბრავო ბოლო ორი თამაშიდან გამომდინარე ბოლო ორი თამაშის გათვალისწინებით რაც ამის წინ იყო ნამდვილად კარგი შედეგია ბატონო გუნდები გადაგრუნდნენ ახლადი რაც გამოვავლინოთ საუკეთესო შეკითხვა და საუკეთესო მოთამაშეს ალბათ კითხვას არ შეიძლება შეიძლება შავებითი შეკითხვა იყოს საუკეთესო თერმოსთან დაკავშირებით რადგან
ამ შემთხვევაში თან ფაქტზე დამახვილებული ყურადღება, ასევე საკმაოდ ისეთი კონსტრუქციული იყო, რაც ჩემი აზრით ამ შემთხვევაში კლუბისთვის გამამდელი იქნებოდა და კლუბმაც გამოიყენა დარბაზის დახმარება, ასეც მოხდა. ხოლო მოაზროვნეზე, ამ შემთხვევაში მოაზროვნეს რაც შეეხება, მე დავასახლებ ნიკას, რადგან ძალიან ნიკა ჯიბლაძეს ხოსმავს. ძალიან მეური, საინტერესო და ამავდროულად ძალიან ბევრი სწორი პასუხი დააქვს. შესაბამისად, ჩემი აზრით იმსახურებს დღეს საუკეთესო სტილს. დიდი მადლობა ბატონო კახი. შემდეგ თან გადავინაცვლოთ. ბატონო ნიერი თამაში იყო, მაქსიმუმი გააკეთეს. გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, მე გიბლაძეს გამოვარჩევდი, ჩვენი ვადი თამაშა. რა ვიცი. ჩვენი თამაში იყო ჯამშიდა. დიდი მადლობა. შეკითხვა, საუკეთესო შეკითხვა. შემდეგისთვის მოვიტოვოთ. კარგი, ბატონ იოსის თხოვოთ. მაგალითად გამომდინარე, ძალიან კმაყოფილად გუნდის თამაშით დასანანია ის მარცხი, მოთამაშეებს რაც შეეხება ყველას მაქსიმალურად შეხვდა თავისი წვლილი გუნდის შედეგში და ჩემი აზრით მაინც უნდა გაემარჯვათ, რადგან ამ შანსი იყო. საუკეთესო მოთამაშე მაინც ნიკა ჯიბლაძეს დავასახლებდი და ამავდროულად გუნდის ყველაზე უმცროსი მოთამაშე ამ გუნდის, რაც დასაფასებელია. სხვა მოთამაშეებსაც ჩემი პატივისცემა და მოვაცილებელი ყოფნა და საუკეთესო კითხვა, რა თქმა უნდა, ჩემთვის დღეს ფაულს იყო კარდიო სტიმულატორს. წარმატებით. დიდი მადლობა ბატონო იოსის. კარგი, მოდი დიდ მაგისტრს თხოვოთ. შეგვიჯამოს, სხვადასხვა კითხვებთან დაკავშირებით აზრები რა იყო. საუკეთესო მოთამაშე, ხმათა უმრავლესობით შეგვიძლია უკვე თავად ვთქვათ, რომ არის ნიკა ჯიბლაძე, თუმცა მე ინტრიგა შევიტანდი და ბატონ დავით ბათაძეს დავასახელებდი, მაგრამ დემოკრატია გვაქვს და ბატონო დავასახელებდი ბატონო გაიმარჯვა. წაღვანო ბატონ კესოს ქალბატონი კესო თამაშა შეუგარებელი იყო როგორც ყოველთვის. კარგი, თუ აღარავის სურს, მაშინ დიდ მაგისტრს ბატონ ალექსანდრე მდინარაძეს თხოვოთ შეგვიჯამოს. თამაში ძალიან მაგარი იყო, დაძაბულობა იყო ბოლო წუთამდე. ნიკოლოზ გამოვარჩევდი, მე სუპერ ბლიცზე ცოტა იჩქარა, მაგრამ შეიძლებოდა მაინც აღება, რო არ ნერვიულობის ფაქტორის გამო მოხდა. წუთიც იქ სწორად აიღეს, მაგრამ ვერ გავიდნენ მედუზაზე. ჯამში კარგი თამაში იყო. დიდი მადლობა. საუკეთესო შეკითხვა თერმოსი და კარდიო სტიმულატორი. ხოლო საუკეთესო მოთამაშე დღეს დასახელდა ნიკა ჯიბლაძე. დიდი მადლობა გუნდს მონაწილეობისთვის და უსერიოზულესი თამაშისთვის. ელოდებით შემდეგ სეზონებზეც და ფინალშიც, რა თქმა უნდა, სადაც ყველა გუნდი ერთად იასპარეზებს. მადლობთ და მოებით.